გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას გასაოცარი პერფორმანსი და საგანგებო წერილი ხვიჩას. შეუჩერებელი ჩაკვეტაძე და მოულოდნელი ინფორმაცია მამარდაშვილზე. ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ არ დაიზარო არხის გამოწერა და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ჩაკვეტაძის გასაოცარი პერფორმანსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ინგლისის ჩემპიონშიპის 34 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის ვოტფორდმა ლუტონს უმასპინძლა. კრაზანებმა კი ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს და 2-0 მოიგეს. ჩაკვეთს კი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის წარმატებულ ასპარეზობას კი ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ზიგუარდიანი გამოეხმაურა. ეს გამოცემა კი ქართველზე დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ლუტონის აღამო უარესი გახდა, როცა მეორე გოლი გაუშვა. ჩაკვეტაძის მომნუსხველმა სოლორეიდმა ლუტონის დაცვა მოაჯადოვა და ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი კაიემბეს გადააწოდა, რომელმაც ის მეტოქის კარში შეაგორა. ჩაკვეტაძე მატჩის ბოლომდე სახიფათო იყო და შორიდანაც დაარტყა, მაგრამ ლუტონის მეკარემ კომფორტული სეივი მიითვალა. ასევე გიორგი ახლოს იყო თავისი ეფექტური გამოსვლა გოლით დაეგვირგვინებინა, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა, წერს ბრიტანული გამოცემა. რაც შეეხება ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიორგიმ შესაძლოა 1 მარტს სტოკ-სიტის წინააღმდეგ შეხვედრა გამოტოვოს. ამასთან დაკავშირებით ვოტფორდის თავკაცი კლევერლი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ფიქრობ, გიორგის კუნთების კრუნჩხვები აქვს. ჯერ არ ვიცით, მაგრამ მან შესაძლოა რომ შაბათის მატჩი გამოტოვოს. ჩვენ მას დაველოდებით და ვნახოთ თუ რა იქნება, განაცხადა კლევერლი. ფონსეკას დიდი შეცდომა და მიქაუტაძის მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 23 ტურში მიქაუტაძის ლიონი კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს შეხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მიქაუტაძე თამაში მხოლოდ მე-80 წუთზე ჩაერთო. თუმცა მიუხედავად ამისა, ის საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა კი დარჩენილ დროში საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და ამასთან ერთად ულამაზესი მაკრატელა დარტყმა შემოგთავაზა, რომელიც სამწუხაროდ დონარუმმა მოიგერია. მიქაუტაძის თამაშს კი გავლენიანი ფრანგული გამოცემა ეკიპის შემდეგი კომენტარით გამოიხმაურა. პაულო ფონსეკას ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ ცრუსხრიანით ეთამაშა, ამის გამო მიქაუტაძე დაზარალდა და მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. 15 დეკემბერს პარკ დე ფრენსზე გამართულ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, სადაც გოლის გატანა შეძლო. გამომდინარე აქედან მას იმედი ჰქონდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონთან სასტარტოში გამოჩნდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც არ გაამართლა. მე-80 წუთზე შესული მიქაუტაძე შეტევაში ყველგან იყო, აქტიურად იხსნებოდა და მისი ლიდერობის წყალობით ლიონი ტრანსფორმირდა. პირველი გოლისას მან მარკინიოსი არაფრად ჩააგდო და რაიან შერკი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ასევე მომდევნო ეპიზოდში მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომა ბურთი სწრაფად მიიღო და მაკრატელა დაარტყა, რომელიც დონარუმმა მოიგერია. ერთი სიტყვით, მიქაუტაძის მოედანზე შესვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გიორგი შეეძლო მატჩის გმირის გამხდარიყო, წერს ფრანგული გამოცემა. მე კი შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის ლიონს 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი კი მომდევნო შეხვედრას 2 მარტს ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. მოხდა ის, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი გვეგონა. რა ინფორმაცია ვრცელდება მამარდაშვილის თავს. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ მეისმა გიორგი მამარდაშვილის სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი ხულიან ბურგოსი მამარდაშვილის ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოიხმაურა და განაცხადა, რომ მოხდა ის, რაც თვეების წინ ყველას წარმოუდგენელი ეგონა. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ის, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, რეალობად იქცა. დებატებია დაწყებული, თუ ვინ უნდა იყოს ვალენსიას ძირითადი მეკარე. მეკარეს ასწაული გიორგი მამარდაშვილი მიწაზე დაეშვა. მან ბოლო შეხვედრებში დაუშვა შეცდომები, რომლებიც ადრე მისგან წარმოუდგენელი იყო. სევილიასთან მამარდაშვილის მიერ ბოლო წამებზე დაშვებული შეცდომის გამო ვალენსიამ 2 ქულა დაკარგა. ასევე ვილიარეალისა და ატლეტიკოსგან გაშვებული გოლებისას შეეძლო რომ მეტი გაეკეთებინა. ასევე აშკარა შეცდომების გარდა სტატისტიკაც მის წინააღმდეგა და რამდენიმე დღის წინ ლა ლიგის მეკარეთა შორის სეივების რაოდენობით ბოლო ადგილს იკავებდა. მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელის სტატუსით კიდევ 13 შეხვედრას გამართავს. ამიტომ როგორც კი სეზონი დასრულდება, ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება. გიორგი ლივერპულს მიყიდეს და მომდევნო სეზონს წითლების რიგებში ჩაატარებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამარდაშვილი ვალენსიას უმაღლეს დივიზიონში დასატოვებლად ყველაფერს არ გააკეთებს. თუმცა ფაქტია, რომ მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი იქნება. კარლოს კორბერანისთვის მამარდაშვილი კვლავინდებურად ნომერ 1 გოლკიპერია, მაგრამ არავინ გამორიცხავს, რომ სეზონის ბოლოსკენ ძირითადში დიმიტრიევსკი დააყენოს. ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე თამაშ უკეთ აკონტროლებს და კორბენარის თამაშის სტილს უკეთ ერგება. გარდა ამისა, სტოლემ კოპა დელ რეიზე ბრწყინვალედ იასპარეზა, მაგრამ ბარსასთან 0-5-ით წაგებულმა მატჩმა შესაძლოა მის წინააღმდეგ იმოქმედოს. ამიტომ გადაწყვეტილება კორბერანმა უნდა მიიღოს. ბოლო 13 ტური მეკარით, რომელიც წარსულისგან განსხვავებით აუღებელ
მიღებელ ბურთებს ვეღარ იღებს, წერს ესპანური გამოცემა. და რა შეიძლება რომ ითქვას? სასიხარულო ფაქტია, რომ გიორგი სეზონის ბოლოს ვალენსიას რიგებს დატოვებს, რადგან ესპანეთში ალბათ ვერ ხედავენ თუ როგორ თამაშობს ვალენსიას დაცვა. ეს ასპექტი კი რა თქმა უნდა მეკარის კარგ თამაშზე უდიდეს გავლენას ახდენს. კვარაცხელიას გასაოცარი პერფორმანსი და საგანგებო ნიშანი ნაპოლის. როგორც მოგეხსენებათ, 23 თებერვალს PSG ლიონს დაუპირისპირდა, სადაც ძალიან საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ. პარიზულმა კლუბმა კი 3-2 იმარჯვა. ხოლო ყველაზე სასიხარულო ფაქტი გახლავთ ის, რომ ორივე ქართველი ფეხბურთელი თავიანთ გუნდებში საუკეთესოები იყვნენ. კვარაცხელიამ კი ამ შეხვედრაში საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი 68 წუთზე შეცვალეს და მას ამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, ის მაინც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აჩკარაა, რომ კვარაცხელია სათამაშო ხარისხით დღითიდღე უმჯობესდება და ის გუნდის ფილოსოფიას უფრო და უფრო ერგება, მაგრამ PSG-ს თავკაცის ლუის ენრიკეს თქმით, ეს ხვიჩას მაქსიმუმი არ არის და ქართველი კვლავ ადაპტაციის პროცესშია. კვარა კი მომავალში არაერთ დაუვიწყარ ემოციას გვაჩუქებს. ხვიჩას მორიგ გასაოცარ პერფორმანსს კი PSG-ს გულშემატკივრების შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. კვარაცხელია ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა, ყველაფერი გამოუვიდა. ხვიჩა ღმერთო ჩემო, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რა დონის ფეხბურთელი ყავს. კვარადონა, ეს სახელი მას ზუსტად აღწერს. მისთვის 70 მილიონი ძალიან იაფია. ეს რა ბიჭი ჩავიგდეთ ხელში. წერენ მსგავსი შინაარსის კომენტარებს PSG-ს ხომაგების სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ ხვიჩაზე მრავალი ფრანგული გამოცემა წერს. მათ შორის კი კომენტარი ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმაც გააკეთა, რომელიც ქართველზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. პარის სენ-ჟერმენის თავკაც ლუის ენრიკეს სასტარტო 11-ეულში ექსპერიმენტების არეშინია და ესპანელმა სპეციალისტმა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე ახალი როლი გამოუნახა. PSG-მ ბოლო ორ მატჩში ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტი დაამარცხა, შემდეგ კი ლიგა 1-ში ლიონი. კვარაცხელია კი ორივე მატჩში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ამ ორ მატჩში მან 3 გოლში მიიღო მონაწილეობა, გოლი და 2 საგოლე გადაცემა. იმის მიუხედავად, რომ ის კარიერის უმეტეს პერიოდის განმავლობაში მარცხნივ თამაშობდა, მარჯვენა ფლანგზე ახალ როლს შეუფერხებლად შეეგუა. ეს კი პირველ რიგში კარგია PSG-სთვის, რომელსაც შეუძლია რომ შეტევაში ძლიერი ტრიო ჰყავდეს, ბარკოლასთან და დემბელესთან ერთად. როდესაც კვარაცხელია PSG-ში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩამოვიდა, ენრიკე მაშინვე სასტარტოში მარცხენა ფლანგზე დააყენა და დემბელესთან და ბარკოლასთან პოზიციებს ხშირად ცვლიდა. ახლა კი მარჯვენა ფლანგზე გაიფწყინა და ბრწყინვალე სპექტაკლი შემოგთავაზა. გასულ კვირას ბრესტთან 7-0 გამარჯვების შემდეგ PSG-ს ახალწვეულმა გაითავისა, რომ მისი გუნდთან ადაპტაცია უკვე დასკვნით ფაზაშია და ეს ბრწყინვალე დაისახა ლიონთან მატჩში. წერს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი. ამასთან სასიხარულო ფაქტია ის, რომ გამოცემა SofaScore-მა პარის სენ-ჟერმენის ქართველი შემტევი კვარაცხელია ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ხვიჩამ კი 8.6 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ლიგა 1-ის ტურის სიმბოლური ნაკრები კი მსგავსად გამოიყურება. ასე და ამგვარად, კვარაცხელიას დიდი დრო არ დასჭირდა იმისთვის, რომ ფრანგი ქომაგების გულები მოიგო. ქართველი ფეხბურთელი საქმე შეუდგა და ფრანგული პრესაც სრულიად მის მხარესა. აღსანიშნავია, რომ ლიონთან ჩინებული თამაშის შემდეგ ჟურნალმა ფუტმა მას საგანგებო წერილი მიუძღვნა შემდეგი სახელწოდებით. კვარაცხელიასთან ერთად ყველაფერი კარგადაა. მადლობა, რომ ჩვენთან მოიყვანეთ. სტატიაში კი დეტალურად შემდეგი რამ წერია. ქართველი ფეხბურთელი პარის სენ-ჟერმენის პირველი შემტევი იყო, რომელიც შეცვალეს, მაგრამ აღარაფრის ჩვენება იყო საჭირო, რათა დარწმუნებულიყავით, რომ მისი ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს. კვარამ ლიონთან გამართულ შეხვედრაში ახალი ნაბიჯი გადადგა. მოკრძალებული სტარტის, მონაკოსთან გატანილი გოლისა და თანაგუნდელებთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარების შემდეგ იტალიის ჩემპიონი აჩვენებს თუ რატომ გადაიხადა PSG-მ მისანაცვლოდ 70 მილიონი ევრო. თანაც მასზე დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ. აშკარაა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ ნაპოლის სერიოზული პრობლემები აქვს. სერიაში ნაპოლის დომინირება მკვეთრად შემცირდა მე-19 ტურის შემდეგ. ანტონიო კონტეს გუნდის მთავარ პრობლემად შეტევაში თამაში იქცა, რაზეც გოლების ნაკლებობა მეტყველებს. უდავოა, რომ კვარაცხელიას წასვლან კლუბს დაღი დაამჩნია. ნაპოლიში ჩათვალეს, რომ კვარაცხელიას სახით ძლიერ ფეხბურთელს კი უშვებდნენ, თუმცა სხვა ძლიერს მოიყვანდნენ. შეცდომა კი სწორედ აქ იქნა დაშვებული. უბრალოდ ციფრებისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა როლი ჰქონდა კვარაცხელიას გუნდის წარმატებაში. და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ინტერისა და ფიორენტინას ყოფილი ფეხბურთელი დანიელე ადანი, რომელმაც კვარაცხელიას გარეშე დარჩენილ ნაპოლიზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. კვარაცხელიას არ ყოფნას გუნდზე დიდი გავლენა აქვს, რადგან ჩემი აზრით ის ნაპოლის საუკეთესო მოთამაშე იყო. კვარაცხელიას გაშვების საკითხი უფრო სიღრმისეულად უნდა გამოვიკვლიოთ, მაგრამ ამის ნაცვლად ამ თემაზე ძალიან ცოტას ვსაუბრობთ. ნეაპოლელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და მივიდნენ იმ მომენტამდე, როცა ბევრი გოლი გაქონდათ, მაგრამ ახლა შეტევაში ეფექტურნი ვეღარ არიან და დაცვაში ცუდად გამოიყურებიან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ რეგრესია აქვს, განაცხადა ადანი. ამასთან უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია უკვე თვეზე მეტია ნაპოლის ფეხბურთელი აღარ
არა, ის ნაპოლიში დღემდე პირველია დარტყმებით, მოსალოდნელი გოლებით და შექმნილი საგოლე მომენტებით. ეს ფაქტი კი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა ძალას წარმოადგენდა ხვიჩა ნეაპოლური კლუბისთვის. ამას კი კარგად ხვდებიან ნაპოლიში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დე ლაურენტის ადარდებდეს. მესი ბარსაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ცნობილი ინსაიდერის მოულოდნელი ინფორმაცია. ვინ იქნება რეალის მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მიმდინარე სეზონში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მადრიდის რეალს კარლო ანჩელოტის გათავისუფლება და მის ნაცვლად ჩაბი ალონსოს დანიშვნა სურს. თუმცა ეს ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ. მაგრამ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა მარკა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროსნობით მადრიდის რეალს ჩაბი ალონსოსთვის არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია და მისი დანიშვნა არ განიხილება. სამეფო კლუბს კარლო ანჩელოტის შერა და დიდი მეტებს ამყარებს. მე კი შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტ ბლანკოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ინტერ მაიამისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიის ბარსელონაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს კანდალი ავრცელებს. ეს კი ის ინსაიდერია, რომელმაც მესის ინტერ მაიამიში გადასვლა პირველმა დაანონსა. წყაროს ინფორმაციით არგენტინელი მზად არ არის კარიერა მანამდე დაასრულოს, სანამ განახლებულ კამპ ნოუზე არ ითამაშებს. ეს ყველაფერი კი შესაძლოა მაშინ მოხდეს, როდესაც MLS-ის ლიგა პაუზას აიღებს. ამ დროის განმავლობაში კი მესის შეიძლება, რომ ბარსაში იჯარის წესით გადმოვიდეს და რამდენიმე თვე კამპ ნოუზე ითამაშოს. რაც ასევე არგენტინელ ფეხბურთელს დაეხმარება, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადოს. ამიტომ ნახოთ, თუ რაზე შეთანხმდებიან მესი და ბარსას ხელმძღვანელობა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.